ქართული ინოვაციური ციფრული სარესტორნო პლატფორმა რესტო ეროვნული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ სარესტორნო გამოცდილებას თავაზობს და იმ დისკომფორტების თავიდან არიდებას პირდება, რაც ჯავშნებთან დაკავშირებულ ქაოსს თუ საკვების დაუსრულებელ ლოდინს ახლავს ხოლმე თან. მარტივი რეზერვაციები მზად დაგვხვდება სერვისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლობითი ჩამონათვალი, რაც მთავარია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი კვების ობიექტების მუდმივად მზარდი რიცხვი, რაც მეტარჩევანთან და მეტ კომფორტთან ასოცირდება ალბათ. დამეთანხმებით, თუ რას და როგორ გვთავაზობენ, ასევე როგორ გამოვიყენოთ და მოვარგოთ ჩვენს ინტერესებს რესტოჯი, ბიზნეს იდეის დეტალებით, განვლილი გზის შეფასებით, გამოწვევების ანალიზითა და გეგმებით ჩვენი სტუმარია დავით ციკლაური, რესტოს დამფუძნებელი. მოგესალმებით, დავით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენს მაყურებელს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ უნდა ვისაუბროთ განსხვავებულ და იმაზე უკეთეს გამოცდილებაზე, ვიდრე ამ დრომდე გვაქვს ჩვენ რესტორნებთან მის დაჯავშნასთან და საკვების ლოდინთან მიმართებაში. მოდით, გაგვიზიარეთ ახლა თქვენი ბიზნეს იდეა და რას უპასუხეთ, რა ტიპის გამოწვევებს და საჭიროებებს უპასუხეთ თქვენი ბიზნეს იდეით, ესეც გითხარით. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ ჩვენი იდეაც ზუსტად ანალოგიურად დაიწყო, როგორც უმრავლესობა ინოვაციური იდეებისა, დავიწყეთ ცუდი გამოცდილებით. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, ხელოვნური ინტელექტის ერაში, თუმცა სარესტორნო მომსახურების მისაღებად დღეს მომხმარებელს უწევს ფიზიკურად ტელეფონზე დარეკვა, დაჯავშნა რესტორნის ლოდინი და ასე შემდეგ. ამას ისიც ემატება ჩვენი დასამახსოვრებელი გამოცდილება, როდესაც ერთი თვით ადრე მახსოვს დავჯავშნეთ ეროვნული ნაკრების თამაში იყო ერთ-ერთ რესტორანში დავჯავშნეთ ადგილი და მისულება აღმოვაჩინეთ, რომ მის ქაღალდი, სადაც ჩვენი რეზერვაცია იყო დაწერილი, ვიღაცას თურმე ნაგავში გადაუგდია. და სამწუხარო რეალობა არის, ძალიან ხშირად ხდება ესეთი რამ. მეორე ნაწილი იმას ეხება, როდესაც ადგილზე მივალთ და კერძს შევკვეთავთ, უსასრულოდ გვიწევს ხოლმე ლოდინი, განსაკუთრებით მძიმე არის ეს ჩვენთვის, როდესაც მშიერი ვართ, ასე ვთქვათ, და მშიერი ველოდებით კერძს. ასევე იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ პრობლემიდან გამომდინარე, დღეს თითქმის წარმოუდგენელია ლანჩზე შესვენების დროს სადმე რესტორანში გასვლა და იქ საკვების მიღება, იმიტომ რომ დაუსრულებელი ლოდინს ვერ გავთვლით ნამდვილად, შესვენების დრო არ გვეყოფა ამისთვის. ამიტომ მეგობრებმა დავისახეთ ცოტა გიჟური იდეა, გვინდოდა ამ სფეროს რაღაცნაირად ამ სფეროს შეგვექმნა ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებდა. დავიწყეთ მოკლედ სამეგობრომ ჩვენი სახსრებით გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოგვარება და ანუ საწყისი კაპიტალი იყო სამეგობროს გადანახული ბიუჯეტი? დიახ, ზუსტად ჩვენი ფინანსებით გავაკეთეთ ეს ამბავი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 15 წელი ამ სფეროში ვსაქმიანობთ, საკმაოდ მარტივად შევძელით რაღაცა ბარიერებს გადალახვა, თუმცა ძალიან დიდი მუშაობა ჩავატარეთ თვითონ რესტორნების მხარეს, დავალაგეთ ბევრი პროცესი იმისთვის, რომ ამ მიზანს მიგვეღწია და დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში მომხმარებელს აღარ უწევს საჭმლისთვის ლოდინი, აღარ უწევს. ვინც იყენებს რესტოჯის ალბათ, ხო? მოდით, უფრო დეტალი მოგვიყევით ახლა და გაგვეცანით, როგორ მუშაობს თქვენი პლატფორმა და განსხვავებული გამოცდილება რაში გამოიხატება, ანუ უკვე არსებული პლატფორმებისგან რა განგასხვავებთ თქვენ, ანუ რატომ დაავირჩიოთ რესტოჯი? კი ბატონო, პირველ რიგში რაც ვახსენე, რომ მომხმარებელი აღარ რეკავს ტელეფონზე, ასე ვთქვათ, შეუძლია შევიდეს რესტოჯიზე ან სპეციალურად რესტორნისთვის განკუთვნილ ბრენდირებულ გვერდზე, სადაც შეძლებს ის თავის მოთხოვნის დაფიქსირებას. მთავარი იდეა იყო, რომ გაგვემარტივებინა პროცესები ორივე მხარეს, მომხმარებლის მხარესაც და რესტორნის მხარესაც. ამიტომ მომხმარებლის მხარეს არ ვთხოვთ არანაირ რეგისტრაციას, არანაირ აპლიკაციების ჩამოწერას. მომხმარებელმა შეიძლება მოძებნოს Google-ში რაღაც რესტორნის სახელი, იქვე იმ რესტორანს გაწერილი ექნება ჩვენი ბრენდირებული რეზერვაციის გვერდი, საიდანაც მომხმარებელი პირდაპირ შეძლებს თავის მოთხოვნის დაფიქსირებას. ეს არის მარტივად. სოციალურ ქსელებშიც ინტეგრირებულია? დიახ, რაც თავარი იყო, ჩვენ მოკლედ ჩავატარეთ კვლევა, სად ეძებენ მომხმარებლები რესტორნებს. და ეს იყო სოციალური ქსელები, Facebook, Instagram განსაკუთრებით, იყო Google Search-ი და Google Maps-ი. Google Maps-ი ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა არის. ამ პლატფორმებს ისე მოვარგეთ ჩვენი რეზერვაციის ლინკები, რომ მომხმარებელს მარტივად ერთი ღილაკის დაჭერით და მომხმარებლისთვის უფასოა ეს მომსახურება? ხო, იდეა რაც იყო, რომ ჩვენთვის გვინდოდა ამის შექმნა, შესაბამისად მომხმარებელი აბსოლუტურად არაფერს არ იხდის, მეტსაც გეტყვით, რომ ის მენიუს ფასები, რასაც წინასწარ უკვეთავს, მენიუს ფასებიც ერთ-ერთში ემთხვევა ადგილზე მისულ მენიუს ფასებს, არ არის რაღაცა როგორც ხდება ხოლმე დიჯიტალ სერვისები
წლებში ცოტა ფასნამაც ხვდებით ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხულია ესეთი რამ. მომხმარებელი აკეთებს მოთხოვნას, მიდის ადგილზე და საჭმელი მზად ხდება. დავით, მომხმარებელმა რატომ უნდა აირჩიოს? გასაგებია, უფასოა, ანუ უფასოდ იღებს კომფორტს, ასე ვთქვათ. თვითონ ბიზნეს ობიექტები, კვების ობიექტები რა ინტერესით ერთვებიან, ეს რომ განგვიმარტოთ და ასევე ბიზნეს მოდელი თქვენი რაზეა მოწყობილანი, მოგების მარჟაზე როგორ გადიხართ? კი ბატონო. როგორც ვახსენე უკვე, ჩვენი იდეა იყო გაგვემარტივებინა პროცესები არა მარტო ერთ მხარეს, მეორე მხარესაც, ბიზნესების მხარესაც, საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ, ავტომატიზაცია გავუკეთეთ სარესტორნო პროცესებს. იმ პროცესებს, რასაც დღეს რესტორნები ხელით აკეთებენ. ასევე დამატებით გადავეცით რესტორნებს თავიანთი ბრენდირებული რეზერვაციის გვერდები, მომხმარებლები იმის მაგალითად რომ დარეკონ, მაგალითად თავიანთ ბრენდირებული რეზერვაციის გვერდებით შეძლებენ უკვე მოთხოვნის განთავსებას, ასე ვთქვათ. ესეც ასე ვთქვათ სრულად ბჭყალებში უფასოდ გადაეცემა, იმიტომ რომ აქ არ არის ჩვენი ბიზნეს მოდელი. ჩვენი ბიზნეს მოდელი ემყარება გაყიდვებს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შეუკვეთავს წინასწარ კერძს, რომელიც ჩვენი პროცესების მიხედვით მზად დახვდება მომხმარებლის მისვლის შემდეგ, ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთზე ვართ შეთანხმებული კონკრეტულ რესტორნებთან. გავითვალისწინეთ ქართული ბიზნესის მდგომარეობაც და იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო ქართული ბიზნესების და განსხვავებული ყოფილიყავით სხვა ალტერნატივებისგან, უცხოური ალტერნატივებისგან, გათვალისწინებული არის აქ განსაკუთრებით დაბალი ტარიფი ქართული ბიზნესებისთვის რა. გასაგებია. და ბოლოსკენ მივდივართ და ერთი შეკითხვა დამჭდა. ეს ტარიფები რა მაინტერესებს იცი, აი მომხმარებელი როცა ამ შეკვეთას ახორციელებს, რამე მინიმალური დანახარჯი უნდა განახორციელოს, იმიტომ რომ ანუ ინტერესი რესტორნის ინტერესი სად არის? გეთანხმებით. ანუ ამ დროს პროცესი არის ძალიან სამუშაო პროცესია, მოკლედ რა, ერთად ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული დაინტერესებული მხარე რა, ვინც რაღაც იდეებს გვაწვდის. იქინა გამომდინარე ეს დადგენილი, ასე ვთქვათ, კონკრეტული თანხა არ გვაქვს, თუმცა რაღაც ლოგიკური რემა დავიღეთ, რაღაც 15 ლარი რო 15 ლარზე ნაკლებად ალბათ. კი ბატონო და ჩვენ ვახსენეთ შესავალში წარმომადგენლობითი პარტნიორი ორგანიზაციები. ამაში არ გულისხმობ ბუნებრივია რესტორნებს. მოდით გითხარით ვინ არიან ისინი და რა დამატებით ბენეფიტს პირდებიან მომხმარებლებს და ეს მომხმარებლები არიან მხოლოდ ადგილობრივები თუ უცხოელებიც თუ როგორ არის ეს გამიჯნული ეს ამბავი? კი ბატონო. მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ადამიანისთვის, რომელიც ამ სარესტორნო გამოცდილებას იღებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოდის. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ენა არის ის ადამიანმა ჩამოდის და ტელეფონით უწევს კომუნიკაცია, შეიძლება ენობრივი ბარიერი არსებობდეს, ასე შემდეგ. იმათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სერვისის მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ თავიანთ ქვეყნებში ეს სტანდარტი უკვე ესეა დაწესებული, ტელეფონით არავინ არ ეკავს საზღვარგარეთ რესტორნებში რეზერვაციის მისაღებად. ამიტომ ეს პოტენციალი დაინახა კომპანია Mastercard-მა და ყველა იმ ტურისტს, რომელიც Mastercard-ის ბალანსის მფლობელია და შემოდის საქართველოში, Mastercard-ი, ასე ვთქვათ, პრომოციას უკეთებს ჩვენ პლატფორმას, რომ აქედან შეძლონ მათ დაჯავშნას სერვისების და კიდევ ერთი მთავარი რაღაც, რასაც ვაზღვევთ ტურისტების მხრივ არის შიში იმისა, რომ მენიუს თანხაში შეიძლება მოტყუდნენ ან რაღაცა არა манипуляცია გაუკეთონ ადგილზე, ხშირად ხდება ხოლმე სამწუხაროდ ესეთი ფაქტებიც და ეს გამჭირვალეობა არის ის კომფორტი, რასაც ჩვენ ტურისტებს ვაძლევთ, რომ პირდაპირ ხედავენ იმ ფასებს, არავინ შეუცვლით ამ ფასებს, იმიტომ რომ ტურისტები არიან და ასე შემდეგ. და სანდოობა რაც არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მოკლედ უახლოესი გეგმა რა არის თქვენ? უახლოესი გეგმა, მოკლედ ჩვენი სერვისი ჩვენ დაუნებურად გამოუცდია თურმე ერთ-ერთ იტალიელს, რომელიც აღმოჩნდა იტალიის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი იტალიაში, დაგვიკავშირდა და ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მოკლედ ხელშეკრულება დავდეთ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩვენ სერვისს უკვე იტალიაში ციხილავს ქართველი მომხმარებელი, საქართველოსთან წასული შეეძლებს იტალიაში ქართული პროდუქტით დაჯავშნოს რესტორანი. თვეების მქონე ინოვაციური სტარტაპისთვის, როდესაც ამ მასშტაბზე გადის უკვე საერთაშორისო დონეზე, არის ალბათ ძალიან დიდი მიღწევა და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, რა თქმა უნდა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რასაც რიგით მომხმარებლებს გვთავაზობთ. დავით ციკლაური რესტოს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და დილიდან საუბრობდით ქართულ ინოვაციურ სტარტაპზე, რომელიც უკვე ძალიან წარმატებულია.